მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია GeoTrader. დღეს გვექნება ვიდეო ბიტკოინის და ეთერიუმის განხილვით, როგორც გლობალური, ასევე ლოკალური ტაიმფრეიმების განხილვით. მოგახსენებთ, რას ველოდები ამ აქტივებისგან უახლოეს პერიოდში. ვფიქრობ, საინტერესო ვიდეო გამოვა. თუ ასეთი ფორმატი განხილვის თქვენთვის საინტერესო იქნება, გთხოვთ აუცილებლად დაალაიქოთ, ამით მივხვდები, რომ ეს კონტენტი თქვენთვის საინტერესოა. ვინც ახალი არის არხზე და პირველად უყურებს ჩემს ვიდეოებს და ასევე თქვენთვის თუ საინტერესო იქნება და ასევე გთხოვთ მეგობრებო, გამოიწეროთ არხი და რომ რა თქმა უნდა არ გამოტოვოთ ახალი კონტენტი ასეთი ტიპის და შეიძლება უფრო საინტერესოც კი. დავიწყოთ განხილვა, დავიწყოთ ბიტკოინისგან, ბიტკოინიდან, დავიწყოთ რა თქმა უნდა daily time frame-იდან. რაც ვხედავთ აქ ჩარტზე, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ აი ეს ფერადი კვადრატები და სამკუთხედები, ეს არის ანომალიური აქტივობა მსხვილი მონაწილის, რომელიც რას ნიშნავს, ამას დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი, რომელსაც ასევე დაგიტოვებთ აღწერაში. იქ ყველაფერი დაწვრილებით, უფრო დაწვრილებით არის ახსნილი, უფრო ადრე გამოდის სხვადასხვა რაღაც განხილვები, ასე რომ გეპატიჟებით ჩემთან Telegram არხზე. ჩარტზე გვაქვს ასეთი მსხვილი მოცულობითი ზონა საზღვრებით. გეტყვით ეხლავე 102,600, 92,200. ზედა ზღვარი, აი შავი ხაზი და ქვედა ზღვარი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშნული ამ მოცულობითი ზონის, ეგრეთ წოდებული პოკი, ანუ point of control, ყველაზე დიდი მოცულობები ამ მოცულობით ზონაში, რომელ ნიშნულზეც გავიდა, ის არის point of control, ანუ ეს არის ნიშნული 97,000. აღნიშნული აი ამ მსხვილი მოცულობითი ზონიდან გამოსვლისას ფასი ქმნის ახალ მოცულობით ზონას, შემდეგ ზემოდან გამოდის ფასი, გადალახა იმპულსურად აი ეს მსხვილი მოცულობითი ზონა და ზემოდან შექმნა ახალი შედარებით მცირე ზომის მოცულობითი ზონა. Value area, იგივე value area. თავისი საზღვრებით 108,600, 103,000. Point of control-ის ნიშნული არის 105,400. ჯერჯერობით ეს მოცულობითი ზონა იქმნება, ასე რომ ეს საზღვრები შეიძლება შეიცვალოს. იმის შემდეგ, რაც ფასმა შექმნა ახალი მცირე ზომის მოცულობითი ზონა, ჰქონდა მცდელობა შესვლის მსხვილ მოცულობით ზონაში, მაგრამ წარუმატებელი, თუმცა იმის შემდეგ, რაც ვერ მოახერხა შემოსვლა, არც საკუთარი ჰაი განაახლა, ანუ მაქსიმუმიც ვერ განაახლა. და შემდეგ ესე ზიგზაგობრივად მოძრაობს. კიდევ ერთხელ განაახლა მინიმუმი. ჩემი პრედიქშენი, ანუ პროგნოზი იქნება, რომ ფასი ცდილობს მიისწრაფვის იმისკენ, რომ დატესტოს აი ამ მსხვილი მოცულობითი ზონის პოკი 97,000 და მით უმეტეს თუ შეიქმნება ამ ნიშნულზე შეიქმნება გარკვეული ანომალიური მოცულობები ასეთი ტიპის, ფასმა უნდა მიიღოს აღმავალი რეაქცია, საკმაოდ ძლიერი აღმავალი რეაქცია, რა თქმა უნდა, იმის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, რომ ბიტკოინის ფასი მზად არის იმისთვის, რომ საბოლოოდ გადალახოს ეს როგორც მსხვილი მოცულობითი ზონა, ასევე ეს ზედა შედარებით მცირე მოცულობითი ზონა და ახალი მაქსიმუმები დაამყაროს ფასის ახალი მაქსიმუმები. ჯერჯერობით ჩემი აზრით ფასი მზად არ არის ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ
ბოლოს როცა განაახლა მინიმუმი, აი ეს მინიმუმი საკმაოდ იმპულსურად ავიდა, მაგრამ ნახეთ, რაც უფრო უახლოვდება საკუთარ ზედა ზღვარს, ხო, მოცულობითი ზონის, მით უფრო ნელდებოდა შეანელა მოძრაობა. ანუ არ არის ისეთი იმპულსი იმისთვის, რომ განაახლოს საკუთარი მაქსიმუმები. ჩემი აზრით ჯერჯერობით მზად არ არის. მაქსიმუმ რაც შეიძლება ამ კვირაში მოხდეს, შეიძლება დღესვე მოხსნათ გარკვეული ლიკვიდურობა, რომელიც შეიქმნა აი ეს მაქსიმუმ, რომელიც ქმნის აი ეს მაქსიმუმი, აი ამ მაქსიმუმთან ერთად შეიძლება იმპულსურად მოხსნათ და ისევ განვაახლოთ უკანასკნელი მინიმუმი. ხოლო იმის შემდეგ, როგორც გითხარით, რაც განვაახლებთ მინიმუმს და დავტესტავთ 97,000, მივიღებთ გარკვეულ რეაქციას და პლუს ამასთან ერთად თუ შეიქმნება აი ასეთი ტიპის ანომალიური მოცულობები, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ფასი მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად. ეს რაც შეეხება გლობალურ კონტექსტს. ანუ გლობალურად, რა თქმა უნდა, მე ვარ ძალიან ბულიშ ბიტკოინზე. გადავიდეთ ლოკალურ ტაიმფრეიმზე, ეს არის M15, რომელზეც გამოყენებული მაქვს ინდიკატორი market profile. ყოველკვირეული რეჟიმი მაქვს ჩართული, ანუ ყოველი აი ეს market profile, ყოველი აი ეს მოცულობითი ზონა არის კვირის ჭრილში შექმნილი. თუნდაც იგივე ლოკალურ ტაიმფრეიმზე დაყნობით შემიძლია ვთქვა, რომ ფასი მიისწრაფვის ისევ აი ამ ჰაების მოსახსნელად. აი ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს კვირა, სადაც შეიქმნა აი ეს მნიშვნელოვანი იმპულსი. თუ ფასი ჩამოდის ტესტავს 97,000 ან 94,500. ეს არის პროგნოზი ბიტკოინზე, რას ველოდები ჯერჯერობით იმ პროგნოზი არის გამომდინარე იქიდან, რაც ჩანს ამ ეტაპზე ჩარტზე. ხვალზე თუ რამე შეიცვლება, შესაბამისად შეიცვლება პროგნოზიც. გადავიდეთ ეთერიუმზე, გლობალურ ტაიმფრეიმზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. ეს არის დღიური ტაიმფრეიმი ეთერიუმის, market profile, თვიური market profile-ია ჩართული. რას ვხედავთ? ეს იყო მეხუთე თვე, ანუ მაისის მოცულობითი ზონა, ხედავთ საზღვრებით. ივნისის მოცულობითი ზონა ზემოდანაც და ქვემოდანაც ხსნის ლიკვიდურობას მაისისთვის მოცულობითი ზონის საზღვრებიდან. ზემოდან, აი ამ მოხსნისას ზემოდან ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მნიშვნელოვან ანომალიას, გარდა აი ამ სამკუთხედისა, არაფერი მნიშვნელოვანი არ არის ეს. რაც კარგია, ანუ ეს ჩვეულებრივი მანიპულაციაა. ხოლო ქვემოდან ლიკვიდურობის მოხსნისას ჩვენ ვხედავთ აი ამ ანომალიებს. აი ეს უკვე ძალიან კარგი ნიშანია იმისა, რომ ქვემოდან ყავს მყიდველი, რომელიც დაინტერესებულია ამ ფასად შეიძინოს ეს აქტივი ეთერიუმი. რისი თქმა შემიძლია აი არსებულ მონაცემებზე დაყნობით, ჩემი აზრით, როგორც ვიცით, ძირითადად ყველა აქტივი მოძრაობს ბიტკოინთან, ასე ვთქვათ, ტანდემში. ძირითადად. ეთერიუმიც არაა გამონაკლისი ხშირ შემთხვევაში.
ჯერჯერობით ვხედავთ რომ თვე ახალი ივლისი ჯერჯერობით ახალი გახსნილია, ახალი დაწყებულია, არაფერი მნიშვნელოვანი ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გამოსვლისას ამ ივნისისთვის მოცულობითი ზონიდან მივიღეთ ანომალიური კლასტერები და დაავრუნდით ისევ უკან ივნისის თვეში. ეხლა ჩვენ ხედავთ რომ ვიმყოფებით ივნისის თვის მოცულობით ზონაში. პრედიქშენი იქნება ისეთი რომ როცა ჩვენ ბრუნდებით უკან მოცულობით ზონაში, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ფასი მიისწრაფვის ზედა, ანუ ქვემოდან თუ დავბრუნდით, ესე იგი ზედა ზღვარი იქნება ამ მოცულობითი ზონის ჩვენი რა და ფასის მიზანი. ჩემი პროგნოზი ეთერიუმთან დაკავშირებით ჯერჯერობით ამ ეტაპზე იქნება ამდაგვარი. ტესტავთ ზედა ზღვარს ივნისის თვის მოცულობითი ზონის ზედა ზღვარს ვტესტავთ და ისევ იწყება დაღმასვლა ფასის მინიმუმის განახლებით, საიდან შეიძლება განახლდეს ისევ აღმავალი მოძრაობა. ეს იქნება ნიშნული დაახლოებით 2000 დიაპაზონი 2000-დან 1900-მდე. ეს დიაპაზონი ამ დიაპაზონში უნდა შემოვიდეს ფასი, აი აქ დაახლოებით. ისევ რა თქმა უნდა შექმნას თუ აქ შეიქმნა ანომალიური კლასტერები, უფრო ღრმად შესვლისას უფრო მეტი შესყიდვა იქნება აქტივის და ჩემი აზრით კიდევ ერთხელ უფრო მეტი ანომალიური კლასტერები უნდა შეიქმნას, ანომალიები უნდა შეიქმნას და რა თქმა უნდა იმ ანომალიებიდან გარკვეული აღმავალი რეაქცია უნდა მივიღოთ და შესაძლებელი იქნება იმის თქმა რომ ჩვენ უკვე შეგვიძლება იმის თქმა რომ ფასი მზადაა აი ამ გლობალური მოცულობითი ზონის გადასალახად. თუ ბიტკოინმა განაახლა საკუთარი მინიმუმი, რაც წინა ცოტა ხნის წინ გაჩვენეთ და ეთერიუმმა ამ დროს იგივე მომენტში არ განაახლა ეს მინიმუმი, ეს უფრო კარგი ნიშანი იქნება იმისთვის, რომ ეთერიუმი ბევრად ძლიერად გამოიყურება და შესაბამისად ეთერიუმი უფრო მზადაა იმისთვის, რომ განაახლოს საკუთარი ეს მაქსიმუმები, ლოკალური მაქსიმუმები. ჯერჯერობით პრედიქშენი გლობალური ასეთია. ანუ 2000-1900 და აქედან უკვე ისევ აღმავალი მოძრაობის განახლება. გადავიდეთ ლოკალურ ტაიმფრეიმზე, ეს იქნება M15 მარკეტ პროფაილი კვირის მარკეტ პროფაილი. ჩვენ ვხედავთ რომ კვირის ზედა ზღვარი მოცულობითი ზონის დაუტესტავია ჯერჯერობით, ანუ შემდეგი კვირა როცა იწყება, შემდეგმა კვირამ უნდა დატესტოს საზღვრები. ჯერჯერობით დაუტესტავია, ასევე დაუტესტავია იმის წინა კვირის ზედა ზღვარი, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალება, რომ ამ კვირაში ჯერჯერობით ველოდებით აღმასვლას ფასის მიზანია აი ეს ნიშნულები 2600, დავამრგვალოთ 2680, 2750 დაახლოებით. გლობალურად როგორც გითხარით, ველოდები აი კვირის ჭრილში რომ განვიხილოთ კვირის მოცულობითი ზონები, აი ეს კვირაა ძალიან მნიშვნელოვანი. ზედა ზღვარი 2376, ქვედა 1753, პოკი ამ კვირის არის 1800 და 1804. შესაბამისად შეიძლება მთლად 1800-მდე არ ჩამოვიდეს ფასი, მაგრამ როგორც გითხარით 2000-დან 1900-მდე დიაპაზონი დატესტოს, მიიღოს ანომალიები და ისევ ავიდეს მაღლა, განახლდეს აპტრენდი. მეგობრებო, ეს იყო მთლიანად ის რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის, რისი გაზიარებაც მინდოდა თქვენთვის. შევეცდები რომ
როგორც გითხარით, კვირაში ერთხელ გადავიღო მსგავსი ვიდეოები, თუ რა თქმა უნდა თქვენთვის საინტერესოა და თუ საინტერესოა გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. სამწუხაროდ იმდენი დრო არ მაქვს, რომ ბევრი ვიდეო ჩავიწერო, უფრო ხშირად ჩავიწერო, მაგრამ შევეცდები რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, პერმანენტული ხასიათი მივცე ამ ყველაფერს, თუნდაც კვირაში ერთხელ გამოუშვა, ან როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. ასევე გთხოვთ გამოიწეროთ Telegram არხი, Telegram ჩატიც გვაქვს და ყოველთვის იქნებით ჩემთან ხაზზე ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ დამისვათ, ასევე კომენტარებში გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, რამდენად მეთანხმებით ამ prediction-ში, რამდენად არ მეთანხმებით, ძალიან საინტერესო იქნება ყოველი კომენტარის წაკითხვა ჩემთვის. გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, თქვენი GeoTrader-ი ნახვამდის.